მშვიდობისა, თქვენ უსმენთ პოლიტიკას თეასი ჭინავასთან ერთად ტრადიციულად ყოველ სამშაბათს ამ დროს ჩვენ საუბრობთ გლობალურ პოლიტიკაზე და რა თქმა უნდა პირველ რიგში ქართული პოლიტიკის ჭრილში. შიდა საკითხები მიმდინარე კვირას ძალიან აქტუალურია, განსაკუთრებით ეს ეხება განათლებას, ფასებს და ზოგადად ამ საკითხების ირგვლივ მიმდინარე დისკუსიას, დისკუსიის შედეგად მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომელიც შემხედრი ნაბიჯი აღმოჩნდა, მაგალითად განათლების მიმართულებით ერთ-ერთ საკითხზე ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალისგან გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით. აი მოდით დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი ჩვენ სტუმართან, ლევან მაჭავარიანი, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე არის ჩვენ სტუმარი. მოგესალმებით ლევან, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით თქვენს მსმენელს. მე რამდენიმე საკითხი ჩამოვთვალე, რაზედაც ხელისუფლება ეხლა ფოკუსირებულია შიდა საკითხებს გულისხმობს, საგარეო საკითხებსაც აუცილებლად შევეხებით, მათ შორის საინტერესოა ბოლო დროს შეხვედრები და ამ შეხვედრებზე გამოთქმული მოსაზრებები ამერიკასთან ურთიერთობას გულისხმობს. ხონდ მოდინა მოგვიანებით დავუბრუნდეთ ამ თემას. აი გუშინ ჩვენ მაგალითად ვნახეთ შეხვედრა პრემიერის და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლების, სადაც ამ შეხვედრაზე მიმდინარე დისკუსიის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება ხელისუფლებამ, განათლების მინისტრი ესწრებოდა ამ საკითხს პრემიერის ხელმძღვანელობით, სადაც აღარ მოხდება გაერთიანება ტექნიკური უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის. განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმაზე ასე კონკრეტულად არ ვიკითხავ. მე მინდა ვიკითხო უბრალოდ პროცესზე. იგივე ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლებას აქვს ბიზნესთან წარმოებული დიალოგი. ანუ დიალოგის აუცილებლობა ამაზე აკეთებს აქცენტს ხელისუფლება, ამ მაგალითებს აჩვენებს ხელისუფლება, მაგალითად მოსახლეობას მაგალითს, მაგრამ ეს დიალოგი და კონკრეტული საკითხების შეჯერება ხდება, ესე ვთქვათ, ფართოდ თუ აი რა შემთხვევაში ჩანს კომპრომისს ხელისუფლება, როგორ იღებს კომპრომისულ გადაწყვეტილებებს ხელისუფლება, ამას იმიტომ გეკითხებით, როდესაც პრემიერმა გამოაცხადა გადაწყვეტილება, შემდეგ გაჩნდა ესეთი მოსაზრება, აი ხედავთ, იქ სადაც არსებობს შემხედრი ნაბიჯის სურვილი, ხელისუფლება მუდმივად თმობს ან იღებს ასეთ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებას. იქ სადაც შეუვალია საზოგადოება, მაგალითად როგორც ხედავთ ქუჩის პროტესტს, იქ დიალოგი შეუძლებელია. აი შეგვიძლიათ ამ დიალოგის ფილოსოფიაზე აგვეცდათ. აუცილებლად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ თვითონ აქციები თქვენ რაც ახსენეთ, მაგ შემთხვევაშიც მე მინდა ჩვენ საზოგადოებას გავახსენო ბატონი პრემიერ-მინისტრის შეთავაზება აქციაში მონაწილე მხარესთან, რომ საჯარო სივრცეში გავმართოთ დისკუსია და მე შეგახსენებთ თქვენ გამჭვირვალობის ქართულ კანონს როდესაც ვიღებდით, როდესაც ეს შეთავაზება ბატონმა პრემიერმა გააკეთა ელჩების მისამართით, შემდეგ ელჩების მერე გააკეთა ახალგაზრდების მისამართით და არავინ დიალოგს არ დათანხმდა. როდესაც ნოემბერ-დეკემბრის აქციები მიმდინარეობდა, მაშინაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა 3-ჯერ თუ 4-ჯერ მოწოდება, რომ ნებისმიერი ფორმატი შემოვთავაზეთ, აქციაში ჩართულ პირებზე იყო საუბარი, დაისწარით თქვენთვის კომპეტენტური 10, 11, 12 ადამიანი, მარტო დაგიჯდებით, შემდეგ შალვა პაპუაშვილსაც ჰქონდა თავმჯდომარეს პარლამენტის ეს შეთავაზება და გავმართოთ საჯარო დისკუსია და საზოგადოება მოგვისმინოს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ჯანსაღი დისკუსიისთვის და იმ შემთხვევაშიც არავინ არ გამოგვეხმაურა, ერთადერთი იყო ქალბატონი თინა ხიდაშელი და ბატონი პაპუნა ჯანელიძე, ხომ? და შემდეგ ისინი ისე დააბულინგეს, რომ ვერ გაბედეს და ვერ მოვიდნენ სადებატოდ. იქიდან გამომდინარე, რომ იქიდან მხარე რადიკალებზე მაქვს მესაუბარი, რა თქმა უნდა, გაურბის ჯანსაღ დისკუსიას, ვინაიდან მათ აწყობთ, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მათ უჭერს მხარს, უსმენდეს მხოლოდ TV პირველს, უსმენდეს მხოლოდ ფორმულას და ცალმხრივად მოისმინოს მათგან სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაცია. მათ არ აწყობთ საჯარო დისკუსია, იქიდან გამომდინარე, რომ მაგ შემთხვევაში მათი მხარდაჭერები მოისმენენ ჩვენი მხრიდანაც არგუმენტებს და შემდეგ მათ ექნებათ საშუალება, რომ გაიაზრონ სიმართლეს ეუბნება თუ არ ეუბნება ეს რადიკალური ოპოზიცია და რა თქმა უნდა მინიმუმ 10-დან 9 შემთხვევაში აღმოაჩენენ, რომ ტყუილს ეუბნება რადიკალური ოპოზიცია. მაქედან გამომდინარე არ აწყობდა, როდესაც ჩვენ დებატები შევთავაზეთ, თქვენ კარგად გახსოვთ, ქალბატონი ზურაბიშვილიდან დაწყებული, დანარჩენი რადიკალები დამთავრებული, აბსოლუტურად ყველას ნეგატიური შეფასება დებატებთან მიმართებაში. სწორედ მაქედან გამომდინარე, რომ მათ არ აწყობთ, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჩვენ არ გვეთანხმება ჩვენს პოლიტიკაში, უყურებდეს საჯარო სივრცეში საწინააღმდეგო აზრის, ასე ვთქვათ, მოსმენის საშუალება ქონდეთ
და შემდეგ უკვე არგუმენტების საფუძველზე, რასაც ჩვენ შევთავაზებთ და რასაც რადიკალები შეთავაზებენ, ამ არგუმენტების საფუძველზე ჩამოიყალიბონ უკვე თავიანთი აზრი. ვინაიდან იციან, რომ არგუმენტებით ისინი დამარცხდებიან, იგივე გამჭვირვალობის კანონთან მიმართებაში გახსოვთ, ყველას მოუწოდებდნენ, რომ შინაარსში არ შევიდეთ, არ ვისაუბროთ შინაარსზე, იმიტომ რომ გადავალთ ქართული ოცნების მოედანზე. ხა თქვენ რაც ახსენეთ, მაგალითად განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ სფეროს ექსპერტებთან, ესე რომ ვთქვათ, ნებისმიერი საკითხი რაც არ უნდა იყოს, ჯანსაღი დისკუსია გავმართოთ. ამ შემთხვევაში აკადემიურ წრეს შეეხება ეს ყველაფერი და მათ წარმოადგენეს თავიანთი არგუმენტები ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გაერთიანდეს ეს ორი უნივერსიტეტი. თქვენ იკითხეთ, რომ სად არის ზღვარი, ხო, ამ შემთხვევაში, რომ რაღაცა შეიძლება გავყვეთ, რაღაცა შეიძლება არ გავყვეთ. ანუ არსებობს თუ არა სივცე მაგალითად იგივე კონსტრუქციული გადაწყვეტილებების, მაშინ როცა თუ იქნებოდა ამ შემთხვევაში თანხმობა, იგივე იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ქუჩის აქციებში არიან აქტიურად ჩართულები. არა და ერთი რამეც საინტერესოა, ისინი მუდმივად ამბობენ, რომ არსებობს დებატების ნაკლებობა ხელისუფლებას თავისივე მოედანზე მოუგებთ დებატებში, მაგრამ საინტერესოა ის, რომ როდესაც დებატების აუცილებლობა დადგა, მათ უკვე საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღეს. თან მაშინ ჩვენ არ გქონდა ჯერ გაცხადებული ის, რომ ჩვენ არ ვაბირებთ დებატებს ისეთ პერსონებთან და ისეთ აქტორებთან, რომლებიც არ აღიარებენ ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციურ წყობილებას. მათ ის არ იცოდნენ და პირდაპირ დაგვასწრეს და თვითონ თქვეს, რომ არ აპირებენ დებატებში მონაწილეობას. მაგიტომ გავაკეთე ამ ხელა შესავალი, რომ ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით აქციები იქნებოდა თუ სხვა ტიპის საკითხები, სადაც ჭარბი ინტერესი იყო საზოგადოების, ჩვენ ყველგან გვაქვს გაცხადებული პოზიცია, რომ მზად ვართ ჯანსაღი დისკუსიისთვის. რაც შეეხება რა თემას შეიძლება და რა საკითხს შეიძლება არ დავთანხმდეთ და არ გავყვეთ, ხო? ისეთ საკითხებს, რომელიც არის პრინციპული მნიშვნელობის. თქვენ იცით, რომ ეს განათლების რეფორმა ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან პირდაპირ ვაღიარებთ, რომ ხარისხი არის ცალსახად ასაწევი. განათლების და თუ ამ შემთხვევაში აკადემიური წრისგან წამოვიდოდა წინადადება იმასთან დაკავშირებით და მოთხოვნა, რომ ეს რეფორმა არ გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ არავის არ დაუჯერებდით, ვინაიდან ვიცით, რომ ეს არის პრინციპული მნიშვნელობის და მაქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კი ბატონო, ვიდებატებდით, მოვუსმენდით, თუმცა ნამდვილად არ დაუჯერებდით. მაგრამ ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი, რაც იყო ამ რეფორმის, რომელიც უკავშირდებოდა უნივერსიტეტების გაერთიანებას, კი ბატონო, ეს არ არის იმდენად პრინციპული თემა, ვინაიდან იცით, რომ ეს რეფორმა არის რამდენიმე წლიანი, მოიცავს ძალიან ბევრ მდგენელს თავის თავში და ეს არის ერთ-ერთი მდგენელი, რომლის ამოგდებაც, რა თქმა უნდა, არ დააზარალებს ამ რეფორმას და მაქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოვუსმინეთ, წარმოადგინეს თავიანთი არგუმენტები და ამ ყველაფერში ჩვენ გავყევით. იგივე ფასების თემასთან მიმართებაში. ჩვენ შეგვიძლია ისე უხეშად რო ვთქვათ, რა თქმა უნდა, უტრირებულად ვამბობ, ხელი მუშტი დავარტყათ მაგიდას და ეხლა ეს ფასი ეს არასწორი პრაქტიკა არის. ანუ ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი და ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მონოპოლარი და უნდა იყოს ხელშეუხებელი. ეს ასეც დარჩება და მაქედან გამომდინარე, ეს პროცესი, რომელიც დაწყებულია, იქნება ძალიან ინკლუზიური. ბიზნესი თავიდან ბოლომდე ჩართული იქნება ყველა მიმართულება ბიზნესის, რომელიც მონაწილეობს ამ ფასწარმოქმნის ჯაჭვში და მათთან ერთად მივიღებთ ჩვენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. თუმცა ამ შემთხვევაში ბიზნესმა უნდა გაიაზროს, რა თქმა უნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური თავისუფლება აქვთ, მათ ესე ვთქვათ, სოციალური პასუხისმგებლობის გენელი უნდა აინტერესებდეთ, ვინაიდან საზოგადოების ნაწილია, რომელიც ვერ სარგებლობს ისეთი ტიპის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციით, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მაქედან გამომდინარე, ეს უნდა გაითვალისწინონ და ერთობლივად მოვახერხეთ ამ ყველაფრის გათვალისწინებას და ფასების დაწევას კონკრეტული მიმართულებებით. კი ბატონო, აი ეს შემოქმედი ნაბიჯები, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, პროფილურ ექსპერტებთან საუბარი, ასევე საზოგადოებასთან საუბარი, ყველაფერი ეს, როგორც პრემიერმაც ახსნა, ეს მთლიან ჯამში არის იგივე დისკუსიის გახსნა, დებატები, პოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ის რომ საზოგადოებაში მოხდეს გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება, შეჯერება, გამთლიანება. ეს ცალსახად კარგი წამოწყება, პოლარიზაციის შემცირება, მაგრამ ერთი მხრივ, როდესაც ხელისუფლება ამბობს და სივცეს ხსნის, მაგალითად იგივე დისკუსიისთვის და დებატებისთვის, მეორე მხრივ არსებობს საკანონმდებლო ნაბიჯები, მაგალითად იგივე გრანტების შესახებ კანონზე ვსაუბრობთ, რომელზეც ძალიან ემოციური იყო სწორედ ის სეგმენტი, რომელიც თავის დროზე გამჭვირვალობის კანონზე იყო ესეთი ემოციური, შემდეგ უკვე ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დებატა ხელა მოყვა. ანუ რაზეც არ უნდა ვისაუბროთ, დაპირისპირების მეორე მხარეს, ანუ ამ დაპირისპირების დროს მეორე მხარეს დგას ის ჯგუფი, რომელიც სათავეში უდგას ამ სამოქალაქო პროტესტს, რომელიც მიმდინარეობს, ხო? კი, ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება ინვესტიციებს, ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება განათლების რეფორმას, ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება ფასების დაწევას, ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება ნებისმიერ გადადგმულ
ცვლილებების, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის სასარგებლო. ანუ შესაბამისად ეს არ უნდა განვიხილოთ მათი ესე ვთქვათ კრიტიკა, მათი ეს ემოციური ფონი არ უნდა განვიხილოთ იგივე პოლარიზაციის შემცირების კონტექსტში, იმიტომ რომ გრანტების შესახებ კანონი ამ შემთხვევაში მათ კიდევ უფრო ურთულებს იმ ამოცანას, რომელიც გაცხადებულია მარტაკოსმა ღიად განაცხადა, რაოდენ განსაკუთრებით არ უნდა იყოს საკმაოდ მაღალი ტრიბუნა თქვა, რომ ის ეძებს ევროკომისია ეძებს ესე ვთქვათ შემოვლით გზებს, შავ გზებს, რომ ფულის ჩარიცხვა მოხდეს აქ სამოქალაქო სექტორისთვის. ხო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ესე ბჭყალებში რო ვთქვათ, ინსპირაცია იყო იმისა, რომ ჩვენ კანონის გამკაცრება დადგა დღის წესრიგში და სხვა შორის მისი მაგალითი, ძალიან კარგი მაგალითია ესტონეთში დაფუძნებული ეს ნინო ლომჯარიასი, ეკა გიგაურის NGO ორგანიზაციები, რომლებსაც ნაკირავები აქვთ რაღაცა დანგრეული შენობა, იმისათვის რომ კანონს გვერდი აუარონ და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ამ აქტორებზე, აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვსაუბრობთ რეალურად პოლიტიკურ აქტორებზე. ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, ბაბუცა პატარაია და ასე შემდეგ, ეს მდიდარი NGO-ების წარმომადგენლები არ არიან სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამას კარგად იაზრებს. ისინი არიან პოლიტიკური აქტორები. როდესაც ეს NGO ორგანიზაციების სცენაზე ავიდნენ 2022 წელს, რომ მთავრობა გადადგეს და ჩვენ დავაკომპლექტებთ ტექნიკურ მთავრობას. რა შუაში არის აქ სამოქალაქო საზოგადოება? ისინი არიან პირდაპირ პოლიტიკური აქტორები, კი ბატონო, გააგრძელონ პოლიტიკური აქტივიზმი, არავინ ხელს არ უშლის, უბრალოდ უცხოური დაფინანსებით ისინი პოლიტიკურ აქტივიზმს ვერ გააგრძელებენ. და რატომ? კარგად იცით, რომ ჩვენთან მოქმედი კანონმდებლობით და ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით უცხოურ დაფინანსებას უცხოურ ძალას ეკრძალება პარტიის დაფინანსება, ვინაიდან უცხოურ დაფინანსებას მოყვება უცხო ინტერესი და უცხო ინტერესი არ უნდა არსებობდეს კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკაში. ესეც პოლიტიკის დაფინანსება გამოდის უბრალოდ ირიბი გზით, ვინაიდან ფინანსდებიან ლომჯარია, გიგაური და ასე შემდეგ, რომლებიც არიან პოლიტიკური აქტივისტები. მაგ შემთხვევაში ყველაფერი არის რა თქმა უნდა ჰარმონიაში. უცხოური ფული არ უნდა მონაწილეობდეს ქართულ პოლიტიკაში, დანარჩენი ნებისმიერი ტიპის გრანტი, რომელიც სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის, მთავრობა მიიღებს, მადლობასაც გადაიხდის და აბა გამოვიდეს რომელიმე NGO ორგანიზაციის წარმომადგენელი და თქვას, რომელ გრანტზე უთხრა მთავრობამ უარი დონორ ორგანიზაციას. ასეთი ხო არ გამოსულა დღემდე და გრანტების შესახებ კანონი უკვე რამდენი ხანია მოქმედებს. იმიტომ არ გამოსულა, რომ ნებისმიერი გრანტი, რომელიც ხმარდება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, იქნება მიღებული. ხოლო ის გრანტი, რომელიც უნდა მოხმარდეს პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში, რა თქმა უნდა ამაზე მიიღებენ უარს, იმიტომ რომ უცხოური ჩარევა არ უნდა ხდებოდეს ქართულ პოლიტიკაში. და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაუქმდა ორი დონორი ორგანიზაცია, ყველაზე მსხვილები NEDI და USAID, სწორედ მაქედან გამომდინარე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ავტორი არის ამ ორი დონორი ორგანიზაციის, პირდაპირ გაუქმა ისინი, ვინაიდან მათ თქვეს, რომ არ არის სწორი, რომ ისინი აფინანსებენ ისეთ NGO ორგანიზაციებს სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებიც პირდაპირ ერევიან იმ ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში და იმ ქვეყნების საზოგადოების პოლიტიკური აზრის ფორმირებაში. მაგიტომ აკრძალეს, ხო? შესაბამისად, სრულ თანხმედრაში ვართ ჩვენ და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ამ მიმართულებითაც, რაც შეეხება უცხო ფულით ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების დაფინანსებას და მაქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არადემოკრატიულს არაფერს არ ამბობს. ანუ ამერიკა თუ არა ყოველ შემთხვევაში ეხა ისეთ პროცესებს ხედავთ თავად ევროკავშირშიც, რომ შეიძლება ევროკავშირიც მალე ამ ჭკუაზე დადგეს, რას გულისხმობ ევროსაბჭომ რამდენიმე დღის წინ მოიწერა, რომ საქართველოს გამოცდილება გარეძალებს უცხოური გავლენის შესახებ ბრძოლასთან საინტერესო იქნება მათთვის. იციან რომ სერიოზული გამოცდილება. ხო, აი მოდით ეს ამიხსენით, ეს რა ფენომენია. ასე მწვავედ დგას ევროსაბჭოს წინაშე, ეს ევროკავშირის წინაშე ეს გამოწვევა, რომ მათ მიერ შერისხულ კანონზე ითხოვენ ახლა, ანუ ქარცეცხლი, რომელიც დაატრიალეს მათი კომენტარებით, კრიტიკით, თავდასხმებითაც, თუნდაც სიტყვით თავდასხმას გულისხმობ, ამ კანონის მისამართით, ეხლა ამ კანონზე ითხოვენ გამოცდილებას. აი, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? ხო, ну, რა თქმა უნდა, ეს არის ასმაგი სტანდარტი, მოდი პირდაპირ ყველაფერს დავისახელი დავარქვათ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ჩვენთვის და მომგებიანია, როდესაც ესეთი ინფორმაცია ვრცელდება საზოგადოებაში, ვინაიდან ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა
უნდა თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ამ კანონების მიღება იქიდან გამომდინარე რომ ესე იგი ევროპა ზრუნავს ზუსტად ანალოგიურზე გარეჩ ჩარევებზე და პირდაპირ ჩვენ გვეკითხება რომ გამოცდილება გაუზიაროთ ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით გარეჩ ჩარევა ნებისმიერი ქვეყნის იქნება თუ ნებისმიერი გაერთიანების და ნებისმიერი სივრცის პოლიტიკურ ცხოვრებაში არის ყოვლად მიუღებელი. ანუ თვითონ ქვეყანა უნდა უზრუნველყოფდეს თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს და არ უნდა კარნახობდეს რომელიმე უცხო ძალა. და ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე, ევროპაც უკვე ზრუნავს ამ ყველაფერზე, ვინაიდან მათ კარგად გაიაზრეს ეს საფრთხეები, ნებისმიერი ქვეყნიდან შეიძლება მომდინარეობდეს ევროპაში ეს საქმეები, დაწყებული რუსეთიდან, დამთავრებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ვინაიდან მე საფრანგეთის კანონს შეგახსენებთ. საფრანგეთში, როდესაც მიიღეს გამჭვირვალობის კანონი, რომელიც გაცილებით მკაცრია, ვიდრე ქართული უმარტივესი 6 გვერდიანი კანონი. იქ განმარტებით ბარათში პირდაპირ ეწერა ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე, რომ შეიძლება კონკრეტული ქვეყანა შენი მეგობარი იყოს, მაგრამ ძირის გამოთქმის სამუშაოს ეწეოდეს. ეს უკვე ესეც აღარ არის საჭირო. თუ კი სხვათა შორის ამას იყენებდნენ ხოლმე ხშირად აქ დისკუსიაში ამ თემაზე, როცა კამათი მიმდინარეობდა ქართულ სინამდვილეში. როდესაც ხელისუფლებას მოყავდა მაგალითები, რომ აი მაგალითად საფრანგეთს აქვს იგივე ტიპის კანონი, მაგალითად ესპანეთი მუშაობს ან რაღაც სხვადასხვა ქვეყნებზე იყო საუბარი. აქაური არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ იქ მოქმედებს მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ და ჩინეთის წინააღმდეგ. ეხლა უკვე არც ერთი კანონი, აი ბოდიში არც ერთი მოქმედი კანონი კონკრეტულ ქვეყანაში ეს ბრიტანეთი იქნება თუ საფრანგეთი იქნება თუ კანადა არ აკონკრეტებს ქვეყნებს. იგი გულისხმობს ყველა ქვეყანას მის გარეშე. თუ ტრამპის განცხადებებს დავაკეთებთ მიმართებაში, ხომ ეხა საფრანგეთის შემთხვევაში საფრანგეთი ევროკავშირს არ გულისხმობს, ვინაიდან ამ სივრცის ნაწილია ჩვენც რო გავხდებით ევროკავშირის წევრები, ჩვენთანაც ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნები არ იქნებიან მოაზრებული. ეხლა ამერიკის მიერ წარმოებული პოლიტიკიდან გამომდინარე, უკვე არავის არ ესე ვთქვათ, სივრცე რომელშიც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა მოიაზრებოდა, როდესაც ევროკავშირის კანონებზე საუბრობდა, ეს იყო რუსეთი და ჩინეთი, ეხლა იმდენად გაფართოვდა, რომ თავისუფლად მოიაზრება ამერიკაც, იმიტომ რომ აგერ მაკრონი ღიად საუბრობს, რომ ტრამპი ცდილობს ევროკავშირის დაშლას და ამერიკა აღარ არის ესეთი სტრატეგიული პარტნიორი ევროკავშირის როგორც იყო. უკვე რომ რუსეთთან ერთად უნდა ჩამოაყალიბონ. კი ბატონო, გადავიდეთ ამ თემაზეც, მაგრამ მანამდე მინდა კითხოთ აი სპეკულაციები გამჭირვალობის შესახებ კანონზე. ამ მომართვით თუნდაც რაც ევროსაბჭოდან გამოიგზავნა საქართველოს მთავრობის სახელზე დასრულებულია თქვენი აზრი? სპეკულაციები დასრულებულია, უკვე დიდი ხნის დასრულებულია. საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც უბრალოდ არ სურს, რომ სიმართლეს თვალები გაუსწოროს, შეგვიძლია დავყოთ რამდენიმე კატეგორიად. არის ნაწილი, რომელიც არის პირდაპირ სექტანტი და აზრი არ აქვს მათთან საუბარს და არის ნაწილი, რომელიც სექტანტი საერთოდ არ არის, უბრალოდ ქართული ოცნება არ მოწონს, აქციებზე იდგა და არ სურს რომ თავის თავს გამოუტყდეს სიმართლეში, ვინაიდან ყველანი სამწუხაროდ ამპარტავნები ვართ და ამპარტავნება არ გაძლევს ხანდახან ადამიანს საშუალებას რომ აღიაროს შენი შეცდომები, ხო? თორე საზოგადოების გარკვეული ნაწილი არის, რომელიც იმ აქციებში მონაწილეობას იღებდა, ჩემი ნაცნობობიდანაც არიან ასეთები, რომლებიც ნუ პირდაპირ მიხვდნენ და ბოდიშიც მოიხადეს, რომ ტყუილავ ცდილობდით ქვეყნის გადაყიდავებას და ნახევარი ქალაქი იყო, ესე უტრირებულად რო ვთქვა, დამწვარი გადააყოლეს მთელი ქვეყანა, როდესაც ყველა აღიქვავს, რომ ეს იყო უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ბატონო, გადავიდეთ ახლა იმ საკითხზე, რომელზეც თქვენ დაიწყეთ საუბარი. ესე იგი 2026 წელს რატომღაც ყველამ დახედა რუკას. ევროპამ დახედა რუკას, რომ რუსეთი თურმე იქვე არის, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს პროცესები უშუალოდ რუსეთის ირგვლივ ტრიალებდა, ანუ იმ ომს გულისხმობ და ევროპამ დახედა რუკას, რომ საქართველო არის შუა დერაფანში შეუცვლელი ქვეყანა, მე გულისხმობ ევროკომისიის იმ დასკვნას, რომელშიც საქართველო რამდენჯერმე არის ნახსენები და ყველა იმ პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი და საკვანძო როლი აქვს საქართველოს, მაგრამ როდესაც საქმესად მიდგება, რატომღაც მაგალითად ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოტოვებს ხოლმე საქართველოს ვიზიტებს შორის. აი თქვენ არაერთხელ გააკეთეთ განცხადება მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე, შეაფასეთ ეს ყველაფერი. აგერ მაკრონმაც კიდევ ერთხელ აღნიშნე, რომ თქვა, რომ რუსეთი აგერ არის არსად არ წასულა და მასთან ლაპარაკი მოგვიწევს. ეს ყველაფერი როგორ გესახებათ უახლოეს მომავალში მართლაც მოლაპარაკებებში შეიძლება ვნახოთ ეს ყველაფერი, ანუ რეალურად განხორციელდეს თუ ეს ჯერ კიდევ მოთელვითი პროცესია, რასაც ისინი ამბობენ. მე ვფიქრობ, რომ ეს რეალობად იქცევა ძალიან მალე და სანამ კონკრეტიკაზე გადავალთ, მე მინდა შევახსენო ჩვენს მსმენელს, რომ ზუსტად ეს აქტორები, აი წარმოიდგინეთ, ახლა ჩვენ რო ავყოლოდით მათ და მათთვის დაგვეჯერებინა რა დღეში იქნებოდა საქართველო, ხო?
ზუსტად ეს აქტორები არიან, რომლებიც მთელს სოფლიოს და მით უმეტეს უკრაინას სამარცხვინოდ ატყუებდნენ, რომ უკრაინას მიიღებდნენ დაჩქარებული წესით ნატოში, რომ უკრაინას დაჩქარებული წესით მიიღებდნენ ევროკავშირში, რომ რუსეთის გაყინული აქტივები, რომელიც რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარი არის, გადაცემდნენ უკრაინას, რომ დასავლეთის დახმარებით უკრაინა რუსეთს დაამარცხებდა. დღეს უკრაინა უკვე შეაგუეს, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი. და რუსეთთან ლაპარაკს უგზავნდნენ ყველას გასული 4 წლის განმავლობაში, როდესაც დღეს საუბრობენ, რომ თურმე დიპლომატიის გზით უნდა დასრულდეს ეს ომი. წარმოიდგინეთ, რამდენად არასერიოზული და რამდენად არასწორი პოლიტიკა აწარმოეს ამდენი ტყუილი და უკრაინა რა დღეში არის, ხა წარმოიდგინეთ, ფაქტობრივად მთელი ინფრასტრუქტურა განადგურებული, ათობით მილიონი უსახლკარო დარჩენილი, მილიონი დაახლოებით გარდაცვლილი და ის ადამიანები, ვინც 4 წელი ამ ტრაგედიაში ცხოვრობენ, მათ ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამოყვანას, არ ვიცი, წლები დაჭირდება, ხო? აი ესე გაწირეს, ესე უნამუსოდ უკრაინა და დღეს საუბრობენ, რომ თურმე რუსეთთან აუცილებელი არის დიალოგი. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ 2026 წელს რუკას მართლა დახედეს, ხო, მაინც წარმოიდგინეთ და ჩვენ გვსაყვედურობდნენ ეს რადიკალები, რომ აი ევროკავშირთან როგორ არ გაქვთ ურთიერთობა, ხო? ანუ ჩვენ ვიღაცის უაზრო პოლიტიკაზე პასუხისგებლები ვერ ვიქნებით. ქალბატონი ფონ დენ ლაიენი, როდესაც ჩავიდა რამდენიმე თვის წინ შუა აზიაში და საუბრობდა იქ შუა კორიდორზე, საქართველოს არ ახსენა. ბატონმა ალიევმა სერიოზულად უსაყვედურა, კარგად გახსოვთ, ხო? შემდეგ იყო შეხვედრა ევროკავშირში, როდესაც მიიწვიეს შუა აზიის ხუთივე ქვეყანა, სასოფლო და აზერბაიჯანი შავი ზღვის, ასე ვთქვათ, ფორმატში სასაუბრებლად, ხო და საქართველოს არ მიგვიწვიეს, ხო? და ჩვენ გვსაყვედურობენ, რატო არ მიგვიწვიეს, ხო? ანუ ჩვენ ვერ ვიქნებით ზღვის, ასე ვთქვათ, უაზრობებზე პასუხისგებლები და საქართველოს კი მეორე ფრონტი რო გაგვეხსნა, იქაც მიგვიწევდნენ, წითელი ხალიჩებითაც ვივლიდით, პრემიერ-მინისტრი Forbes-ის წლის ადამიანის გახდებოდა და ასე შემდეგ, ხო? როგორც ზელენსკი ატარეს და უკრაინის ადმინისტრაცია და რა დღეში არის უკრაინა. კი, ჩვენ უარი ვუთხარით და მაგიტომ არიან ესეთი გაბოროტებულები ჩვენთან მიმართებაში. მაგრამ რეალობა ის არის, რაც ეხლა ასახეს ამ დასკვნაში ევროკომისიის, რომ კი, საქართველოს თამაშობს საკვანძო როლს იმ დერეფანში, რომელიც დერეფანის თვითონვე აღნიშნეს, რამდენად მნიშვნელოვანი არის ევროკავშირის კეთილდღეობისთვის და ეკონომიკური სტაბილურობისთვის. კი, საქართველოს გარეშე ეს დერეფანი ვერ ფუნქციონირებს. და ისეც აღნიშნეს, თუ რამხელა რეფორმები გავატარეთ და რამხელა პროექტები ამ დაკავშირებადობის კუთხით, როგორიც არის ავტომაგისტრალები, როგორიც არის რკინიგზა, როგორიც არის ანაკლიის პორტი და შესაბამისად, რა თქმა უნდა, საქართველოს გარეშე მათი ფინანსური სტაბილურობა და ეკონომიკური სტაბილურობა არის წარმოუდგენელი. და რა თქმა უნდა, მოვა ის დრო, როდესაც აქეთ მოვლენ ბოდიშებით და მოთხოვნის რეჟიმში, რომ დიალოგი, კი, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ და დღესაც მაგას ვაფიქსირებთ, რომ ჯანსაღი დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვართ, თუმცა ეს უნდა იყოს სამართლიანობაზე დაფუძნებული. ანუ საქართველოში მათ ვასალი არ დახვდებათ, ეს გამორიცხულია. მათ უნდათ აქ ვასალი, რომ ნახეს, რომ ქართული ოცნება არ გამოადგებოდათ, შემდეგ არჩევნების გზით, რევოლუციის გზით, რამდენჯერ სცადეს ჩვენი ჩანაცვლება აგენტურით, ხო? მაგრამ მიხვდნენ, რომ ქართველი ხალხი ამან კიდევ უფრო გააერთიანა, ვინაიდან ჩვენი ხალხი ვერ იტანს უსამართლობას და მაქედან გამომდინარე ამ ხელა მხარდაჭერა ჰქონდა 24 წლის არჩევნებზეც და 25 წლის არჩევნებზეც. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ, რომ ურთიერთობების გადატვირთვისთვის ევროკავშირთან არის ორი გზა. პირველი, რომ ისინი უნდა შეეგუონ რეალობას და დასწნენ და ჩვენთან თანასწორად ისაუბრონ, როგორც პარტნიორთან საუბარი მოიცავს, მაგას გულისხმობ და არა როგორც ვასალთან საუბარი, ან მეორე თუ ეს ევრობიუროკრატები ამ ყველაფერს ვერ შეეგუებიან, უნდა დაველოდოთ, როდის სწავლენ ისინი სახში და მოვლენ ახალი ლიდერები, ახალი მმართველი კლასი, ვინაიდან ევროპელმა ხალხმა გამოგვიძება დაიწყო, როგორც ეს მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენ ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებულები, რომ რამდენიმე წელიწადში ეს მმართველი კლასი იქნება თავიდან ბოლომდე გამოცვლილი და მოვლენ ისეთი ლიდერები, რომლისთვისაც პრიორიტეტული იქნება თავიანთი იდენტობის შენარჩუნება, იმღირებულებებზე დაბრუნება, რა ღირებულებებზე ევროკავშირი იდგა ამდენი 10 წლეულის განმავლობაში თავიანთ ხალხზე ზრუნვა და თავიანთი ხალხის ინტერესებიდან გამოსვლა, რომელსაც ეს ევრობიუროკრატები ვერ აკმაყოფილებენ. თუმცა პრემიერს აქვს კიდევ ერთი ვერსია, რომ თუ რუსეთის ხელისუფლებას დაელაპარაკებენ, მე რუსეთის მართულ ქართულს ანუ საბაბად რა მოიტანეს, როდესაც დიალოგი შეწყვიტეს, ხო? რომ ქართულ ოცნებას მართავს რუსეთი, ხო?
თუ ეს საბაბი აქვთ და რუსეთთან თუ აპირებენ დიალოგს, მაშინ ჩვენთან ხომ მით უმეტეს უნდა გაუმარტივდეთ, ხო? ყველა ხვდება, ვინც აღათაზრონებს, რომ ეს არის უბრალოდ რაღაცა საბაბი. კი ბატონო, ახლა კიდევ ერთი მთავარი თემა, რასაც კასიმის დასაწყისში ვახსენე, ამერიკასთან ურთიერთობა. ის კონტაქტები, რომელიც შედგა მილანში პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის, იძლევა თუ არა იმის საფუძველს მართველი ძალისთვის, რომ ეხლა უკვე რაღაც ხელშესახები პროცესი დაიწყო, რასაც ქართული ოცნება ელოდა მოთმინები. დღეს პრემიერმა ისიც თქვა, რომ უსასრულოა მისი მოთმინება. ნუ ეს რა თქმა უნდა უტრირებულად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოთმინებით ელოდა საქართველოს ხელისუფლება ამ გადატვირთვას. ანუ გაჩნდა ხელშესახები, წერტილები, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს აქვს კავკასიური ტურნე, რომელშიც არჩევის საქართველოს. რომელსაც თქვენი ოპონენტები გაძახებენ. არა, ეგ კონკრეტული პროექტის ფარგლებში არის, ბატონი ტრამპის მარშრუტის ფარგლებში არის, ანუ ტერიტორიულად ჩვენზე არ გადის ეგ მარშრუტი, შესაბამისად ჩვენ გეოგრაფიას ვერ შევცვლით. რაც შეეხება ამ რადიკალების პრეტენზიებს, მე მინდა საზოგადოებას და თქვენს მსმენელს შევახსენო, რომ ფაქტობრივად ყველას ყავს უშვერი სიტყვებით ნალანძღი ბატონი დონალდ ტრამპი, ხო? მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას. ანუ თეორიულად, ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, ხო? ნულოვანი შანსი არის რაიმე ურთიერთობის დაწყების ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეხლა მე შევახსენებ ჩვენს მსმენელს ჩვენ რა გვაქვს გაკეთებული. ღიად გულშემატკივრობდით ბატონ დონალდ ტრამპს, რასაც ძალიან ცოტა ქვეყანა აკეთებდა საპრეზიდენტო რბოლაში, ხომ იყო ასე? ღიად გულშემატკივრობდით. სრული თანხwebdriver არის ღირებულებებით ნაწილში. მხოლოდ ქართულ ოცნებასთან აქვს ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციას ღირებულებებით ნაწილში სრული თანხwebdriver. არც რადიკალური ოპოზიციასთან, არც მდიდარ NGO-ებთან და ასე შემდეგ, ხო? ვინაიდან ეროვნული ღირებულებები, ქრისტიანული ღირებულებები, ოჯახური ღირებულებები და ასე შემდეგ ქართული ოცნების და ამერიკის შეერთებული შტატების თანხwebdriver არის. რო შევხედოთ პოლიტიკური მსოფლმხედველობითი ნაწილში, სრული თანხwebdriver უკრაინის ომთან მიმართებაში, NGO სექტორთან მიმართებაში, გარედაფინანსებებთან მიმართებაში, ხო? ევრობიუროკრატებთან მიმართებაში ერთ-ერთი გაიმეორეს თავიანთ ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტში ის პრეტენზიები, რა პრეტენზიების ქართულ ოცნებას გააჩნია ევრობიუროკრატების მიმართ. ერთ-ერთი არის გამეორებული ის გზავნილები, ხო? და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ლოგიკური არის, რომ დაიწყოს რეალური მეგობრობა და დაიწყო ამის გაანალიზება ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციამ. ეხლა გეტყვით კიდე ერთ მნიშვნელოვან რაღაცას. ჩვენი მხრიდან გაგზავნილი ერთი წერილი, ღია წერილი, დახურული წერილი, მეორე ღია წერილი, ყველა დონეზე გაკეთებული განცხადება პრემიერიდან დაწყებული, ჩემით დამთავრებული, რომ ნებისმიერ დროს დაგვიძახონ, გზამკვლევი გავწერო, დროსა და სივრცეში რა ნაბიჯები არის. ანუ ჩვენი მხრიდან, აი მსმენელის გასაგონათო, აბსოლუტურად ყველაფერი არის გაკეთებული ფორმალური გზებით, არაფორმალური გზებით. რაც კი თეორიაში ვინმე შეუძლია წარმოიდგინოს. ჯერი არის ამერიკის შეერთებულ შტატებზე გვესმის, რომ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ეს ადმინისტრაცია. მაკედან გამომდინარე ვართ მოლოდინის რეჟიმში უკვე ერთი წელია, ვინაიდან ჩვენ ციდან ჩამოფრენილები არ ვართ და რა თქმა უნდა, ვხვდებით, რომ უკრაინის ომი და ღაზას სექტორის კონფლიქტი და ასე შემდეგ შეიძლება გაცილებით პრიორიტეტული იყოს მათ დღის წესრიგში ვიდრე საქართველოს. მაგრამ ამ ტექნიკური ჯგუფის შექმნა, რაზეც ისაუბრა რუბიომ, ეს იძლევა იმის მოლოდინს, რომ ამის გაანალიზება იწყება. იმიტომ რომ მანამდეც იყო რაღაცა ტიპის სიგნალები, ერთი და იგივე დღეს დაინიშნა ჩვენი ელში ამერიკაში და გადააყენეს თავიანთი ელში. კიდევ იყო სხვა ტიპის გზავნილები, უბრალოდ რაც ბატონმა მარკო რუბიომ და ბატონმა ვენსმა განაცხადეს, ეს რა თქმა უნდა ოპტიმიზმის საფუძველს ჩვენ გვაძლევს. ჯგუფი უნდა შეიქმნას ბატონო რუბიოს განცხადებით, რომელიც კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში იმუშავებს, იმისათვის რომ გადაიტვირთოს ეს ურთიერთობები და რა თქმა უნდა ჩვენ ველით, როდის გადაიდგმევა ეს კონკრეტული ნაბიჯები ადმინისტრაციის მხრიდან. დაველოდოთ ჩვენს ინტერესით, მივადებოდეთ თვალყურს, როგორ გამართარდება მოვლენები და როგორ აღდგება ეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენსა და ამერიკელებს შორის წლების განმავლობაში იყო. დიდი მადლობა ლევან მაჭავარიანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. დღეს ჩვენი ეთერი ამ დასრულებული, ჩვენ ზუსტად ერთ კვირაში ამავე ტალღაზე, ამავე არსზე შევხვდებით ერთმანეთს დროებით.